Enskra-HES-ის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაში გადადის. იწყება საოპერაციო სოფლის მშენებლობა, რომელიც ჯამში 100 ადამიანზეა გათვლილი. საოპერაციო სოფლში Enskra-HES-ის მშენებლობაზე დასაქმებული სპეციალისტები იცხოვრებენ. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ინფრასტრუქტურა HES-ის საკუთრებაში დარჩება. ამ დროისთვის საწყისი სამშენებლო სამუშაოების შედეგად გაყვანილია დამბის, კაშხლისა და ქვესადგურის სამშენებლო მოედნებზე მისასვლელი გზები, მიმდინარეობს ასევე დამატებითი გეოლოგიური კვლევები. ამჟამად HES-ის სამშენებლო სამუშაოები საერთო ჯამში დასაქმებულია 120 ადამიანი, მათ შორის 80% ადგილობრივია. 2017 წლის გაზაფხულიდან კი დაიწყება HES-ის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, სადაც ეტაპობრივად უკვე დამატებით 400-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება. 280 მეგავატის სიმძლავრის Enskra-HES-ის ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია ჭადეთთან ერთად სვანეთში მდინარე ენგურის შენაკადზე აშენებს. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას უკვე 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. ამ ეტაპზე დამთავრებულია მშენებლობის პირველი სტადია. კერძოდ მიწის სამუშაოები, გამზადებულია ფუნდამენტები. გადავდივართ მეორე ეტაპზე, რომელიც მოიცავს რამდენიმე 4 სართულიანი რამდენიმე საცხოვრებელი შენობის მშენებლობა და ძირითადი შიდა ინფრასტრუქტურის მოწყობა. როცა ამ ზომის HES-ი კეთდება, ბუნებრივია გარემოს დაცვითი ყველა ნიუანსი უნდა იყოს გათვალისწინებული და ამ მხრივ მაქსიმალურად არის ჩართული ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაცია, EBRD, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და მათ მიერ მოწვეული სპეციალისტები, იგივე მაკდონალდი და სხვები, რომლებიც ამაზე სრულ მონიტორინგს აწარმოებენ. ჩვენი ფონდი ბუნებრივია პირველ რიგში ასეთ მნიშვნელოვან ელემენტებს აქცევს ყურადღებას, იმიტომ რომ ეს პროექტი უნდა იყოს წარმატებული არა მხოლოდ როგორც გიგანტური ჰიდროელექტროსადგური, არამედ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი გარემოს დაცვის